უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე საქართველოს მოსახლეობასაც ემუქრება. ევროკომისიის პრეზიდენტი ოპოზიციისთვის გამოგზავნილ წერილში განმარტავს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვების დაწესება პირველი ეტაპი იყო. მეორე ეტაპზე კი შეზღუდვა შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ ოცნება დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევას გააგრძელებს. რუხაძისა და ივანიშვილის კომპანიის ქართული ცემენტის შემოსავალი გაორმაგდა. კომპანიის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გასული წლის განმავლობაში ყოფილმა ჰაიდელბერგ ცემენტმა 659 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია. კომპანიის მოგება 189 მილიონ ლარს შეადგენს. ვინც უკრაინის მიმართ უმადურობაზე მუდმივი საყვედურებით სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და მდაბალ მორჩილებას ავლენს, შევახსენებ დიდი ქართველი ფილოსოფოსის სიტყვებს. პოლიტიკური ეფექტურობა არ არის მთავარია თავისუფლება. უკრაინის რადას თავმჯდომარე პაპუაშვილს პასუხობს. რუსლან სტეფანჩუკმა ტექსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. გუშინ პაპუაშვილმა ზელენსკის უმადური ადამიანი უწოდა. ნორვეგია უკრაინას 2026 წლისთვის 9 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის. ნორვეგიის დახმარება გაზის იმპორტში, ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში შენატანები და გრანტების დაფინანსება უაღრესად მნიშვნელოვანია, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრი.